დაიწყეშენი საკუთარი მოდის dropshipping ბიზნესი ნულავანი დანახარქით. მარტივი და გასაგები ნაბიჯ-ნაბიჯ გზამქულვინ. პირველ რიგში ჩამოიწიეთ ქვემოთ და დააწყაპუნეთ ფილაქზე გახსენი უფასო Shopify ანდარიში. შეიყვანეთ თქვენი ელპოსტის მისამართი და აირჩიეთ დაიწყე უფასო. შემდეგ შეიყვანეთ პაროლი და დააწყაპუნეთ შექმნილი Shopify ანგარიშისზე. Shopify მოგთხოვთ საკრედიტო ბარათს. შეგიძლიათ დაამატოთ ბარათი $1 თვიური გეგმით საცდელი პერიოდის შემდეგ, ან დააწყაპუნეთ გამოტოვეს შემდეგ ეტაპზე. შემდეგ აირჩიეთ გამოტოვე პერსონალიზებული დაყენება. ეს არის ყველაფერი. ყველაფერი მზადაა. უბრალოდ გადადით თქვენს ელპოსტაზე და დაადასტურეთ Shopify ანგარიში დასაწყება. პირველ რიგში ჩამოიწიეთ ქვემოთ და დააწყაპუნეთ აყენება ჩვენს fashion dropshipping-ზე. შეიყვანეთ თქვენი ელპოსტის მისამართი და დააწყაპუნეთ დარეგისტრირდი უფასოსზე. დააკოპირეთ თქვენი ელპოსტაზე გამოგზავნილი დამადასტურებელი კოდი და ჩასვით ჩვენცში. ამის შემდეგ ჩაწერეთ თქვენი სახელი, შექმნით პაროლი, შეიყვანეთ თქვენი ტელეფონის ნომერი და დააწეკეთ გაგრძელებას. შემდეგ უპასუხეთ რამდენიმე სწრაფ კითხვას პროცესის დასასრულებლად. როდესაც უკვე თქვენს ანდარიში იქნებით, დააწყაპუნეთ გამოწერის გეგმაზე. უფასო ანდარიშით შეგიძლიათ ატვირთოთ მაქსიმუმ 500 პროდუქტი. ასევე გექნებათ სდომო 40,000 მეტ ყველაზე გაყიდვად პროდუქტზე, შესაძლებლობა შეუკვეთოთ პროდუქტის ნიმუშები, მიიღოთ პერსონალური ბრენდინგის ვარიანტები, შეუზღუდავი შეკვეთების დამუშავება და 24 საათი 7 დღე მომხმარებელთა მხარდაჭერა. იმისთვის რომ შეძლოთ dropshipping-ი მსოფლიოს მასშტაბით, დააყენეთ ტიპი როგორც dropship-ის და გაგზავნის ადგილმდებარეობა, როგორც საზღვარგარეთიდან. ამჟამად თქვენთვის ხელმისაწვდომია 44,000 მეტი პროდუქტი, საიდანაც შეგიძლიათ აირჩიოთ. შემდეგ დავაყენოთ თქვენი საცალო ფასები. გადადით თქვენს ანგარიში და დააწყაპუნეთ ფასების წესებზე. გაყიდვის ფასი დააყენეთ 4 ჯერად გამრავლებაზე. ეს მოგცემთ საკმარის მოგებას, რომ დაფაროთ დამატებითი გადაზიდვის ხარჯები და თქვენი თვიური სარეკლამო ბიუჯეტი. შედარებითი ფასი დააყენეთ 8 ჯერად გამრავლებაზე. როცა ამას დაასრულებთ, დააწყაპუნეთ შენახვაზე. ახლა გადავხედოთ იმ ქვეყნებს, სადაც შეგიძლიათ გაგზავნა. ხალხაჭერილი მიმართულებების რაოდენობა 40 საჭარბებს და მათ შორისაა ავსტრალია, კანადა, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, იაპონია, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, ახალი ზელანდია, პორტუგალია, საუდის არაბეთი, სინგაპური, ესპანეთი, შვედეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, გაერთიანებული სამეფო და შეერთებული შტატები. აუცილებლად გადაამოწმეთ გვერდი, სადაც მოცემულია ყველა მიწოდების მიმართულება, ტარიფები და მიწოდების ვადები. შემდეგ დაათვალიერეთ პროდუქტის კატეგორიები. ყველაზე პოპულარულ კატეგორიებს შორისაა ქალები, მამაკაცები, ფასტაკლებები. ფეხსაცმელი, ქუდები, ხამრები. ბავშვები და ჩანთები. პროდუქტების დამატებამდე შექმნით კოლექციები, რათა თქვენი მაღაზია ორგანიზებული იყოს. გადადით პროდუქტების კოლექციებში და დაამატეთ ახალი კოლექციების საჭიროების მიხედვით. ფასტაკლება. ქალები, მამაკაცები, ბავშვები, ქუდები, ხამრები, საცურაო ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და ჩანთები. ახლა დავამატოთ რამდენიმე პროდუქტი. დაიწყეთ ფასტაკლების კატეგორიით და დაალაგეთ პროდუქტები ფასის მიხედვით, დაბლიდან მაღლისკენ. აირჩიეთ პროდუქტი კარგი ფასით. მაგალითად, ამ პროდუქტის dropshipping-ის ღირებულება მხოლოდ $5-ია, ხოლო რეკომენდებული საცალო ფასი $18-ია. დაამატეთ იგი თქვენს მაღაზიაში. ჩვენთვის თქვენი Shopify მაღაზიასთან დასაკავშირებლად, აირჩიეთ Shopify და შემდეგ დააწყაპუნეთ Connect to Shopify Store-ზე. გახსენით აპლიკაციის გვერდი და დააწყაპუნეთ Install-ზე. ახლა თქვენი Shopify მაღაზია წარმატებით არის დაკავშირებული ჩვენთვისთან. დაბრუნდით თქვენი პროდუქტის სიაში და დაამატეთ პირველი ნივთი ფილაქზე. Add Stores დაჭერით. გაგრძელეთ პროდუქტების დამატება, კვლავ დაიწყეთ sell კატეგორიით და დაალაგეთ ფასის მიხედვით დაბლიდან მაღლისკენ. ყოველთვის ორჯერ გადაამოწმეთ როგორც dropshipping-ის ფასი, ასევე გაყიდვის ფასი, რათა დარწმუნდეთ, რომ საკმარისი მარჟა გაქვთ შემოსავლისთვის. არ დაგავიწყდეთ თითოეული შემოტანილი პროდუქტი შესაბამის კოლექციაში მიაკუთვნოთ თქვენს Shopify მაღაზიაში.
პროდუქტების დამატების დასრულების შემდეგ ისინი გამოჩნდება შოპ-ში, პროდუქტს განყოფილებაში. აქ დამატებით არაფრის გაკეთება არ გჭირდებათ, რადგან ყველა ფოტო აღწერა, ფასი და მარადი უკვე შემოტანილია. თქვენზის Shopify ინტეგრაციის წყალობით თქვენი მაღაზია ავტომატურად იქნება სინქრონიზებული. ეს ნიშნავს, რომ მარაგის, ფასების, აღწერების, ვარიანტების ან შეკუთების ხელით განახლება აღარ დაგჭირდებათ. ახლა მოდით შევქმნათ მენიუები თქვენი ვიტრინისათვის იმ კოლექციების მიხედვით, რომლებიც ადრე შექმნილით. შექმნით ახალი მენიუ და არქვით სახელი და დაამატეთ ყველა ის კოლექცია, რომლის ჩვენებაც გსურთ ვიზიტორებისთვის, როგორც ცალკეული კატეგორიები ან ჩამოსაშლელი მენიუების სახით. შემდეგ გახსენით ბაზრები და შექმნით ახალი ბაზარი, რომელიც მოიცავს ყველა იმ ქვეყანას, სადაც გაგზავნა საპირეს. და არქვით ბაზარს სახელი და დაამატეთ ის ქვეყნები, რომლებსაც თქვენც უჭერს ხარს საზღვარგარეთული დროპშიპინგისთვის. ეს ქვეყნებია: ავსტრალია, ავსტრია, ბელგია, ბრაზილია, ბულგარეთი, კანადა, ხორვატია, კვიპროსი, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, უნგრეთი, ირლანდია, იტალია, იაპონია, ლატვია, ლიტვა, ლუქსემბურგი, მალტა, მექსიკა, მაროკო, ნიდერლანდები, ახალი ზელანდია, ნიგერია, პაკისტანი, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, საუდის არაბეთი, სინგაპური, სლოვაკეთი, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, გაერთიანებული სამეფო და შეერთებული შტატები. შენახვის შემდეგ გადადით ზოგად გადაზიდვის ტარიფებზე. დააწყაპუნეთ Elrates-ზე ჩვენს აპლიკაციის გვერდით. მიანიჭეს თქვენს გადაზიდვის ზონას სახელი, დაამატეთ ყველა ის ქვეყანა, რომელიც ბაზრებად დაამატეთ და დააყენეთ ფიქსირებული საბაჟო ტარიფი $5 და 99 ცენტი. ეს ტარიფი უმეტეს შეკვეთას დაფარავს. იმ რამდენიმე შეკვეთაზეც კი, რომელთა გაგზავნა უფრო ძვირი ჭდება, საკმარისი მარჟა გექნებათ, რადგან 4-ჯერადი ფასის გამრავლება დავაყენეთ. თუ გსურთ, რომ გარკვეულ თანხაზე მეტი შეკვეთის შემთხვევაში უფასო მიწოდება შესთავაზოთ, კიდევ ერთხელ დააწყაპუნეთ Elrate-ზე. აირჩიეთ პირობითი ფასები, conditional pricing და დააყენეთ თქვენი წესები. უფასო მიწოდება, როგორც წესი, შესანიშნავი გზა ახალი მომხმარებლების მოსაზიდად. ახლა გადავიდეთ გადახდების გააქტიურებაზე. გადადით პარამეტრებში, შემდეგ გადახდებში და ჩართეთ Shopify Payments. შეასრულეთ ყველა ნაბიჯი, რათა დარწმუნდეთ, რომ მომხმარებლებისგან გადახდების მიღება შეგიძლიათ. გადახდის გვერდის პარამეტრებში მომხმარებლის სრული სახელი, სახელი და გვარი და ტელეფონის ნომერის ავალდებულობალებად დააყენეთ. ტელეფონის ნომერი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მიწოდებისთვის. და ბოლოს დარწმუნდით, რომ თქვენი მაღაზია ხელმისაწვდომია სხვადასხვა ენაზე. გადადით აპებში და მოძებნეთ Translate. დააყენეთ ეს აპლიკაცია და მონიშნით ის ენები, რომელთა მხარდაჭერაც გსურთ. ყველაზე გავრცელებული ენებს შორისაა: არაბული, ბულგარული, ჩინური, ჩეხური, დანიური, ჰოლანდიური, ინგლისური, ესტონური, ფინური, ფრანგული, გერმანული, ბერძნული, უნგრული, იტალიური, იაპონური, ლატვიური, ლიტვური, მალტური, პოლონური, პორტუგალიური, რუმინული, სლოვაკური, სლოვენიური, ესპანური, შვედური, ურდუ, მალაიური და ტამილური. ჩართეთ ავტომატური გადართვა ბრაუზერის ენაზე, რომ სტუმრებმა მაღაზია ავტომატურად თავიანთ ენაზე იხილონ. დააყენეთ თარგმნა ინგლისურიდან, რადგან ჩვენთვის ყველა პროდუქტის აღწერა ინგლისურადაა. დააწყაპუნეთ ცვლილებების შენახვაზეც და თქვენი მაღაზია მზადაა შემდეგი ნაბიჯისთვის. გადახვიეთ ქვემოთ მე-3 ნაბიჯამდე და დააწყაპუნეთ უფასო პერსონალიზებული თემის გენერაციაზე. შემდეგ გამოიყენეთ A-ბლოკი Shopify-ში, რომ ფიქსირად შექმნათ თქვენი მოდის თემა. უბრალოდ ჩაწერეთ მოკლე აღწერა შეყვანისველში და შემდეგ დააწყაპუნეთ თემების გენერაციაზე. როდესაც თემები გამოჩნდება, დაათვალიერეთ ვარიანტები და გამოაქვეყნეთ ის, რომელიც თქვენ სტილს შეესაბამება. ახლა მოდით მოვახდინოთ მისი პერსონალიზაცია. დააწყაპუნეთ ზედა ბანერზე და განაახლეთ ტექსტი, მაგალითად, უფასო მიწოდება $100-ზე მეტი შეკვეთებისთვის. შემდეგ გახსენით მენიუ და ჩაანაცვლეთ იმით, რაც წინა ნაბიჯში შევქმნით. და ბოლოს, მოდით ბრენდინგი გავუკეთოთ თქვენს მაღაზიას. გადადით პარამეტრებში, მაღაზიის დეტალებში, ატვირთეთ თქვენი ლოგო, ან შეცვალეთ მაღაზიის სახელი თქვენი ბრენდით და დააწყაპუნეთ შენახვაზე. ეს არის ყველაფერი. ახლა მზად ხართ გაყიდვების დასაწყებად.